სალამ ყველას. ახლა მოვედი სამსახურიდან რა. დღეს ცოტა ადრე გაგვიშვეს 3 საათზე დავამთავრეთ რა. ეგო რაღაცა მამუკა ხაზარაძისო თუ რაღაცა პონტი არისო ვიფიცებითო თუ რაღაცაო და 3-ზე წადითო რა. კაროჩე და კაი იყო რა. ხო და რა მინდოდა ეხლა დღეს რომ მეთქვა გვინოს დავისხამ რა. დღეს რაღაც პონჩი იმენა ნერვები მომეშალა რა. ერთი ჩემი მეგობარი არის რა. ხო და მაგას თბილისი ქალაქი და ხო ხედავთ თან იმ ფანჯარაზე ჩანს აგერ რომ მის შემოდის შუქი შემოდის და ღამე არ ვიწერ რა ვიდეოს საღამოს არ ვიწერ ვიდეოს რა. ხო და ამას კაროჩე ეს თბილისი რაღაც ხალხი თუ ასეთი რაღაცა ეგ სიტუაციები არ ევასება წავიდა სოფელში რა. ხო და იქ ძმაო სახლი ააშენა იმენა ორი სახლი ააშენა თავისი ხელით და რაღაცა და იქ ცხოვრობს რა. და უყურე ეხლა კაროჩე ეგ მწერს რა. პროსტა მაგარი გამიტყდა რა თორე არაფერი რა და ვიტყვი რა. ანაირი არის. აი უყურე რა. როგორც ვესტერნშია ისე რომ დაიწყო სახლის შენება ცხენი და ამბები თან გადაიღე ვიდეოები და ხალხს მოუწოდოთ პატიოსანი და ვაჟკაცური ცხოვრება. ეს მომწერა რა და მე უთხარი რომ ეგ თუ გინდა შენ გააკეთე მეთქი ეგრე მივწერე რა და მე მწერს ჩემი ცხოვრებით მივაწოდე მაგ გეიმერებს აზრი და ჩემზე და ჩემისთანებზეა ეგ შენ უფრო ჭანჭიკური ცხოვრება გევასება ერთ-ერთი ნაწილი ხარ შენს დიდი მექანიზმის რომელსაც არ უნდა რომ გამოეყოს თავისი ცხოვრებით ხო ხდები რა. ხო და ეს მაგარი გამიტყდა რა და მაგრამ მივწერე მე ცხოვრება არ მევასება მეთქი და სიცილის სმაილები რა. მე მწერს როგორც ყველა ცხოვრობ ისე ხარ მე ამ გზისკენ იმიტომ მოგიწოდებ რომ ვიცი როგორი დიდი ბედნიერებაც არის როცა ხარ სადმე და იზრდები ღვინტები. მე მივწერე შენ ანძრევ ხოლმე მე არა და როგორც ყველა შენ უფრო ხარ მეთქი რა. ხო და ამაზე ეხლა არის იმას საიდან ვიცი რა ეს ამბები და რაღაცა ესე ღრმად ძმაკაცობა რაღაცა როგორ არის რა. ვიტალი სიდორენკოს აქვს ნათქვამი რა. მამა ვიტალის აი მარჯანიშვილზე რო არის დასაფლავებული რა. იქ მოღვაწეობდა რუსული ეკლესიის ეზოში რა. სხვათა შორის ამას წინაზე რა ვიტყვი რა მნიშვნელობა კაიფში ვიყავი რა. კაროჩე რა და რა გავაკეთო მეთქი და ის იყო რა. მამა ჩემს უთხარი რომ მოდი მეთქი ვიტალის საფლავზე წაგიყვან მეთქი წავიდეთ და რაღაცა და მაგარი დღე იყო ეგ იმენა მაგრად გაგვიხარდა და ხო და ვიტალის ხო ქონდა ნათქვამი რა ქონდა ნათქვამი რომ ერთმანეთთან თქვენი ცოდვები აღიარეთო და განთავისუფლებითო და იმას ეხლა ნათქვამი მქონდა რა მე რომ აქ ვარო და რაღაცა ხანდახან ანუ ჩემი თუ ვიკმაყოფილებო რა კაროჩე მაგ იმასო რა ვნებას თუ რაც ქვია რა კაროჩე და მაგრამ არ არის ეგ გასატეხი ნორმალური მოვლენა არის ცხოვრებაში იმიტომ რომ ფროიდსაც აქვს ნათქვამი რომ მე მაგაშიო სამარცხვინოს ვერაფერს ვერ ხედავ და კიდე იცი რას გეტყვით კიდე უფრო ძლიერი ადამიანისგან რა. გაბრიელ სალოსი რო იყო მამა გაბრიელი რა წმინდანი. კაროჩე თან ეხა სალოსები თუ იცით ისიც გეცოდინებათ რანაირი ხალხია რა და მაგასთან მივიდნენ რა და ეკითხებიან რომ მამაო ისა უნება მაწუხებსო ძალიან მაწუხებსო რა ვქნაო რა და მინდი და ჩამოკარიო რა კაროჩე უთხრა. ხო და ეგ საიდან ვიცი მე ვისაც ახსარებას ვაბარებდი და ვინც მაზიარა რა ეგ იცნობდა მამა გაბრიელს თავის ცხოვრებაში რა. მე ისე მომიწია რომ უკვე გარდაცვლილი იყო გაბრიელი რა მე რო დავიბადე საერთოდ რა მე არ ვიცნობდი. ხო და მაგან მითხრა რა ის რაღაცაზე მეჩხუბებოდა ის ვისაც ახსარებას ვაბარებდი რა კაროჩე და ეგ მითხრა რა ვითომ უნდა დავებრკოლებინეთ რა კაროჩე რა მნიშვნელობა აქვს რა ეგ არ არის რა გასატეხი რა საერთოდ და მაგრამ მე უთხარი რა მეთქი შენ მასე ხარ მეთქი და მე არა მეთქი ვცდილობ რომ არანაირად და რავი მართლა იმენა მთელი ცხოვრებაა მაგაზე ვჩალიჩობ რომ მაგის გარეშე ვიცხოვრო რა და ხო და როგორც ყველა შენ უფრო ხარ მეთქი რა და მე ის მწერს თავიდან მეც არ ვანძრევდი და თავი კაცი მეგონა როცა ყველაზე მაგარი მეგონა. მე მევწერ კაცები ვართ ისედაც მე მასეთი ხალხი მევასება ვინც არ ანძრევს მეთქი სუნკიდია სად მომიწევს ცხოვრება. მე ის მწერს
ვასიკო მესმის შენიც მე უბრალოდ იმას გეუბნები რაც ჩემს გამოცდილებაშია თუ ჩემი არ გჯერა არა უშავს მე მევწერ მე კიდე სიმართლე რაცაა იმითი გპასუხობ მეთქი მე ის წერს ხო იცი რომ შენთვის მართლა რომ კარგი რომ მინდა რა ხო იცი რავი ალბათ მასეა მე მივწერე რემ წერს მა უბრალოდ სხვა უფრო დიდი სიხარული შემოდის სულში რა როცა ამ ცხოვრებაშიც ლამაზი საქმეები ცხოვრობ რა და ცოტა განსხვავებულად ხო ხდები რა ანუ ხორციელადაც უნდა ვიშრომოთ მე სულსაც უხარია ხოლმე ეგრეა ხო და ეხლა მევწერ ჩემთვის ძმაო ბოლო დონის ატრიცალობა და სისტემის წინააღმდეგ წასვლა არის თუ გაინტერესებს სურო ქუჩაში ან გარეთ რო იყო არაფერი არ გქონდეს არც სახლი არც საჭმლის ფული გავაკეთე მასე მაგრამ ბოლოს ძალით ფსიქიატრიულში წამიყვანეს და მე იქ ისეთი წამლები გამიკეთეს რომ ისევ დამაბრუნეს ძველ რეალობაში რა ეს მე მივწერე ბოლოს და ატრიცალა რო ახსენე რა კაროჩე არ ახსნი ამ სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ ვინც იცის რა ვისაც აინტერესებს მივა მაგამდე რომ ატრიცალის მნიშვნელობა გაიგოს რა და ხო და ეს რახან თქვი და დღეს გამახსენდა ეგ ხალხი და საერთოდ რა ვინც სისტემას ეწინააღმდეგება და რაღაც და ამ ჭიქით მინდა ყველა ნამდვილ ატრიცალას გამომარჯოს ცხოვრებაში ძმაო ვასია კორშიდან და იაპონჩიკიდან დაწყებული იმენა ალბერტ კამიუთი დამთავრებული რა მაგასაც მაგრად არ ევასებოდა სისტემა და რაღაცა და აი რა გამახსენდა ახლა იცი ვასია კორშზე არ ვილაპარაკებ მაგრამ ის გამახსენდა ვიდეო რო არის რა იაპონჩიკი რო ზის იქ სუფრაზე რო სხედან არახს რო სვამენ რა და ის ქალი რო ეუბნება რომ თქვენო რა პონტი არის მარტო არახს სვამთო არაფერს არ აყოლებთო რაღაცა და იმან რა უთხრა აღარ მახსოვს რა მაგრამ ბიჭო ის აი ნამდვილი ვინც არის რა ქურდულშიც რა იმასაც ასკეტობა უწევს რა იქ რა იმიტომ რომ სხვანაირად გაწამებენ ადმინისტრაცია და რაღაცა სხვა გზა არ აქვს ასკეტი უნდა გახდე რა ყველა ატრიცალას გამომარჯოს თმაო ერე ის მწერს მე შენ და კახამ კიდე ერთი შავი ღვინო დავლიოთ და კიდე ვილაპარაკოთ ყოველდღე ხო ისედაც სვავ ღვინოს და თანამ ცხოვრებაზე ვილაპარაკოთ ხო და ზუსტად მაგას გეუბნები ვასიკო რომ ჩემთვისაც ეგ არის რომ ამ წუთი სოფელს უცლიო და ვიყო ქრისტეს ძმა მაგრამ თავიდანვე მაღალ საფეხურებს რომ შევახდი ჩამოვარდი და ყველას მასე მოსდის მეთქი დამიჭერე დაბლიდან ჯობია ეხა მევწერ კიდია ძმა ვინმეს რამეში დაჯერება მე როგორც მინდა ისე ვცხოვრობ მე ის მწერს მეც არ უსმენდი არავის მესმის რა შენი რა მე მატრახით დავდიოდი და მე უფრო ტარიელივით ვიყავი გოგო მიყვარდა და საერთოდ ქალი როცა გიყვარს უფრო სხვა ამბავია რა ქალი კაცისთვის გააჩინა უფალმა რომ გაუხაროს გული და ქრისტეს რო არ ყავდა ცოლი მოციქულებს ბევრს ყავდა პეტრესაც აი მიდი ძმაო შენ რასაც ამბობ ეგეც მაგარია მაგრამ დაბლიდან დაიწყე ძმურად ანი მომწერა ეხლა და როგორ ხარ კარდულა მეთქი რა და ამაზე დავამტავრეთ რა საუბარი მე ბოლოს აღარაფერი აღარ მიმიწერია რა მაგრამ იმას ნერვები მომეშალა რა პონტია რო გეუბნება რომ ჭანჭიკივით ხარ ერთი სისტემის დიდი ნაწილიო ეს რაღაც პატარა ნაწილიო თუ რაღაცა რა სისტემის და რა ხო და მაგაზე ნერვები მომეშალა რა მაგრამ მე მაინც ეს პროსტა დღეს რა ხდებოდა როგორ იყო და რაღაცა რა და მე მაინც იმ ციგნების განხილვას გავაკეთებ რა უნდა გავაკეთო ჯერჯერობით სხვა თემატიკის ვიდეოს არ ვიღებ მე ისიც მინდა ის ფსიქიატრიულის და გაგიჟების ამბები რომ მოგიყვეთ მაგრამ ეგეც ძალიან გრძელი ამბების სია არის რა აი კარგი იქნება თუ დეტალ და ქრონოლოგიურად გამახსენდება ყველაფერი ზოგი ამბავი ბუნდოვნად მახსოვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი გათენებული ღამე მქონდა რა მაშინ და რავი გადავიდეთ აბა შემდეგ წიგნზე რაც არის რა და მოგიყვებით რა და გაიჭითა ჯერომ სელინჯერის თამაში ჭუავის ყანაში რა ეს წიგნი კარგად არ მახსოვს ის მახსოვს რომ ეს მთავარი გმირი არის არც ბავშვი არის, მაგრამ არც ძალიან დიდი არ არის. ანუ რამდენი წლის არის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბიჭო, კაროჩე მე მგონი 16 წლის არის თუ რაღაცა რა მასე რა და ისეთი ენით არის დაწერილი და
პატარ-პატარა მოჟარგონო რაღაცები ენით არის დაწერილი რა. ხო და ეს წიგნი როგორც ვიცი, რო გამოვიდა, მაგ ენის გამო არ მოეწონათ თუ რაღაცა და აკრძალული იყო თუ რაღაცა, მაგრამ მე გაუშვეს და რაღაცა რა და აი ნახდათ არ მახსოვს რა, ამ წიგნის აზრი არ მახსოვს რა, ლიდერბეთი. დღეს 15 იანვარს 14 საათიდან ითამაშეს სლოტები ან ვორტი და მიიღე პირველი დეპოზიტის 20% თუ რაღაცა წერე ლიდერბეტზე არ შევსულო არ ერთი ნახევარი წელი იქნება და მაინც ყოველ დღე წერე თავისას ცდილობენ რომ შევიყვანო და რაღაცა მაგარი ხალხია იმენა მივესალმე მაგ საღოლს მაო ყოველ დღე თქვენ მაინც მომწერეთ ხოლმე მაინც არავის არ ვევასებდო ხო და რაც შეეხება ამ თამაშ ჭვავის ყანაში აქ გაჭუჭყიანებულა მე გავწმინდავ რა თუ გამახსენდა კი ამისი გაწმენდა სადღაც შუაში არის შეჩხერილი იმ წკრივში და თუ გამახსენდა გავწმენდავ და ყავს ამას დასთან არის ძალიან ახლოს რა ეს ბიჭი და ეს და თავისი და არიან რა რაღაცა აი ნახდათ არ მახსოვს ეს წიგნი მაგრამ მე რა შთაბეჭდილება დამრჩა იმას ვიტყვი რომ ანუ ძალიან ისე და რაღაცა არ გავგიჟდი გადავირია და რაღაცა მაგრამ კაი წიგნი იყო რა ეგეთია რა სხვას ვერაფერს ნახდათ არ მახსოვს რა შემდეგი გაიჩითა ნიკოლაი გოგოლის მკვდარი სულები ეს მკვდარი სულები რატომ აინტერესებდა საერთოდ იცი მკვდარი სულები პროსტა რო იმას იზავ, რო გაიგებ სახელწოდებას რაღაცა თითქოს ინტერესი გაგიჩნდება ყოველ შემთხვევაში მე ინტერესი გამიჩნდა რომ ვავა რაზე წერს მეთქი რატო დაარქვა მკვდარი სულები და რაღაცა რა ხო და მაგრამ წიგნი რო წავიკითხე ძმაო აი რავი ეს წიგნი შეიძლება ბევრს უყვარს მაგრამ მე იმენა არ მიყვარს რა რავი რა ვქნა მთავარი პერსონაჟი არის სახელი რა ქვია აღარ მახსოვს მაგრამ გვარად არის ჩიჩიკოვი კაროჩე აი რანაირი ტიპი არის იცი? აი რავი კაროჩე რა აი რანაირად გითხრა კაც ცხოვრებაში რომ ისეთი აი რანაირად გითხრა რანაირი არის რა კაროჩე დადის ძმაო და რუსი იმეებისგან ანუ მოხმეები ვისაც ყავს მაგათგან ყიდულობს მკვდარ სულებს ანუ გარდაცვლილი ხალხის სიებს და ანუ ეს ხალხი ვითომ ჩემთან იყო თუ ჩემთან არიო ეხლაცო და რაღაცა და მაგითი უნდა ფულის შოვნა თუ რაღაცა რა ხო და ანუ რანაირ ტიპია ერთი მომენტი მახსოვს აქედან რა ვიღაცას მანილოვს თუ ვიღაცას დაჟე ისიც გაიჩითა მონიშნული ამასაც აგიკითხავთ რა მეც დამაინტერესა აქ მონიშნული რამე იყოს მე არ მეგონა რა ისე არ მიყვარს ეს წიგნი რა და ვიღაცას ეჩხუბება თუ რაღაცა და ამას შეეშინდება თუ რაღაცა მასეთი უკან დაიხევს თუ რაღაცა და ეგ ხო რავი მაგრად არ გამისწორა და აბა წავიკითხოთ ბიუროსთან მისვლისას ერთხელ კიდევ გადაათვალიერა ფული და უაღრესი სიფრთხილით შეინახა ერთ-ერთ ყუთში, სადაც უეჭველია ფულს, რომ იმ დროზე ეწერა დამარხული ყოფილიყო. სანამ მამა კარპი და მამა პოლიკარპი, მისი სოფლის ორი მღვდელი თვითონ იმასაც არ დამარხავდნენ მისი ქალიშვილისა და სიძის სასიხარულოდ. შეიძლება ამ კაპიტნის საბედნიეროდაც, რომელიც ნათესავად მიეტმასნა. ვაფშე არ მახსოვს. კიდე გაიჩითა, კიდე წავიკითხავ. პატივსემულო მიუგო ჩიჩიკოვმა. ჩიჩიკოვი გაიჩითა. არათუ 40-40 კაპიკს 500 მანეთსაც მოგართმევდით. ვინაიდან ვხედავთ, რომ მეტად პატივცემული და კეთილი მოხუცი ბრძანდებით, რომელიც ამდენ რამეს ითმენთ თქვენივე გულკეთილობის გამო. აი ეს არის ნიკოლაი გოგოლის, აი ეს კაცია. ისე რო შეხედავდა რაღაცა, მე მაგალითად ისე ეს თმები რაღაც პონჩი არ დამევასა რა, ეს ქალივით აქ რა. ხო და კაროჩე ეს წიგნი არ მიყვარს რა, თუ გინდა წაიკითხეთ, მაგრამ არც ღრმა იყო ჩემთვის. არც რაღაცა სენტიმენტალური, არც ფილოსოფიური, არც სიყვარული, არც სიძულვილი, არც რაღაცა ძლიერი ემოციები, რავი, არ მიყვარს რა ეს წიგნი რა და სანამ შემდეგ წიგნზე გადავიდოდე რა, დღეს იმაზე ნერვები რომ მომეშალა რა. მე ინსტაგრამზე დავდე სტორი რა, რატომღაც გამახსენდა სილვია პლათი რა.
ხო და რა სტორი დავდე ეხლა თან სტორს ჩავრთავ ძმაო რა